უკეთესი იქნება ეგ ვარიანტი და აფხაზეთში ოჩამჩირის რაიონ სოფელ ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 31 წელი გავიდა. 1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა დუშეთის, შავნაბადასა და ავაზას ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. ქართული საჯარისო ფორმირებების ერთიანი ძალისხმევის შედეგად 10-11 ივლისს ოჩამჩირე სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმა სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ ეს გეგმა რამდენიმე თვით გადაწია. ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ ანზორ მარგიანმა, მთავრობის წევრებმა და ომის ვეტერანებმა. ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირს, საქართველოს მოქალაქე სამხედრო და სამოქალაქო პირს, ვინც ტამიშის ბრძოლის, ტრაგიკული ბრძოლის დროს თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. დიდება მათ სახელებს და ჩვენ გმირებს. თავიდან ძალიან წარედ მაგონდება, მაგრამ ბოლო დღე ის იყო, რომ ჩვენ მაინც მოვიგერიეთ ისინი და ბატონ ნაურჯიქიასთან მეშვეობით ის პროფესიონალი არტილერისტი იყო და თვითონ რუსების კი გაგვირებული იყვნენ, რომ საიდან როგორ მოგვიგერიეს და საიდან ყავდათ ეს ტექნიკა შემორჩენილი. ჩვენ რაც გვეწერა ეს ტექნიკა სულ ფოთში გამოგვაყვანეს და შემონახული ტექნიკით მოვიგერიეს ამ ხელა კრაისზე. 300-მდე არც ნაკლები დაიღუპა, მაგრამ რუსებმა ძალიან დიდი დანაკარგი განიცადეს.Ევანდელი დღე ჩემთვის მაგალითად როგორც ერთ-ერთ ბატალიონის მეთაური ძალიან მძიმე დღეა. იმიტომ რომ ამ დღეს ამ დროს უკვე მე მყავდა უკვე 2 დაღუპული და ამის გარდა ჩვენი ადგილობრივი შენაერთებს სადღაც 200 კაცამდე ბიჭები იყო დაღუპული. პირველი დარტყმა ვინც მიიღო ამიდან იყო ძირითადად ცაგერას ბატალიონი, ავაზა და კოჩარას ასეული, რომელმაც აიღეს დიდი დანაკარგი. უფრო დიდი სხვერპლი და უფრო დიდი დანაკარგი გვექნებოდა, რომ არ ემუშავა ჩვენი ბრიგადის არტილერიას. როგორც ვიცით, ყველა შემოდიოდა 3 გემი დესანტით. ეს 3-დან 2 დაბრუნდა რამდენადმე ვიცი უკან. არ მისცეს სასწავლებლად, თორემ ეს 3-ვე რომ ფოსული იყო სანაპიროზე ძალიან უფრო 3-ჯერ და 5-ჯერ მეტი დანაკარგი გვექნებოდა. ტამიშის ბრძოლა აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი. აფხაზეთის ომის დროს კამანზე ფართომასშტაბიანი შეტევიდან 31 წელი გავიდა. 1992 წლის აგვისტოში ომის დაწყებისთანავე კამანელებმა შექმნეს მცირერიცხოვანი საბრძოლო ჯგუფი. იმ პერიოდისთვის 23 ბრიგადა არ არსებობდა და კამანის მებრძოლთა ჯგუფი ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონის მზვერავთა ასეულში ირიცხებოდა. შემდგომ კი 23 ბრიგადის მერვე ბატალიონის მესამე ასეულად ჩამოყალიბდა. 1993 წლის 5 ივლისს ფართომასშტაბიანი შემოტევა კამანელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი 4 საგუშაგოზე გამაგდნენ და ტრის იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ. საბოლოოდ არათანაბარი ბრძოლა კამანის აღებით დასრულდა. განვითარებულმა მოვლენებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის იყვნენ წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ანდრია და ამავე ტაძრის ქომაგი და აღმდგენი აფხაზი იურიანოა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები, ომის ვეტერანები ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონში შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. 5 ივლისი საქართველოს ისტორიის არის ერთ-ერთი მძიმე დღე. ამ დღეს მოხდა კომანის დიდი ტრაგედია.
დაეცა კომანი და ამასთან ერთად ამავდროულად ამ დღეს ამძიმებს ისიც რომ ამ დღეს აღესრულა მამა ანდრია ყურაშვილი და ბატონი იური ანუა დილორის წმინდა გიორგის ტაძარში შესრულდა მათთვის მოსახსენიებელი პანაშვიდი და გვინდა რომ მადლობა გადაუხადოთ იმ გმირებს რომლებიც არა მარტო ამ დღეს არამედ საქართველოს ერთიანობისთვის არიშურებდნენ სიცოცხლეს და სწორედ ეს დღეც გახლავთ ერთ-ერთი დღე რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმედ დღედ არის მოხსენიებული 31 წელი შესრულდა კამანის დაცემის დღიდან რა თქმა უნდა რთული დღეა მნიშვნელოვანი დღეა და მნიშვნელოვნად რთული დღე არის დღევანდელ დღეს ჩვენი თანამებრძოლების სადღაც 70% დაიღუპა კამანის ბრძოლებში მოგვიანებით აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაინაცვლეს და პატივი მიაგეს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ტრადიციულად ყოველთვის მას აღნიშნავთ იდორის ეკლესიაში და გმირთა მოედანზე იდორის ეკლესიაში პასპანაგრეს სუხდი და მლოცულობ მასწულებზე და საუბედრო ძალიან ბევრი დაგვეყობა, მაგრამ გმირულად დაიღუპნენ და მადლობა ყველას ვის დღეს მომბრძანა, ვის მოიგონია და გაიხსნა ჩვენი მეომარი ბიჭები, ჩვენი კაბანელი ბიჭები. 5 ივლისის მოვლენები ძირითადად მიმდინარეობდა შრომა კამანის სუგუროვკის მიმართულებით. 15-16 მარტის უშედეგო შემოტევის შემდეგ სოხუმზე მოსკოვში დაიგეგმა ოპერაცია სიმაღლეების აღების. და გამალებით ემზადებოდა მოწინააღმდეგე მხარე ჩვენ შეძლებით და გვარად ვამაგრებდით პოზიციებს და მიახლოებით ვიცოდით როდისკენ იქნებოდა ეს შემოტევა. მაგრამ ყველაზე მძიმე რეგიონი იყო სოფელი კამანი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, მაგრამ ძალიან დაბლობში და სტრატეგიულად ძალიან მძიმე იყო მისი დაცვა. ან უნდა მიეტოვებინათ პოზიციები ჩვენ მებრძოლებს და შრომაში გადასულიყვნენ. მათ ეს არ უსურვეს მათი მეთაურის ცხონებული მართლაც ეროვნული გმირი ზაზა პეკელიანის მეთაურობით შეებდნენ მტერს. 4 ივლისს დაიწყო გამალებითი დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში და დილით გადმოვიდნენ შეტევაზე ფაქტიურად ყველა მიმართულებით ახალშენის, კამანის და თითქმის ერთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები. მათი ხსოვნის დღეა დღეს. ვიხსენებთ, ყოველ წელიწად თითქმის ვიკრიბებით აქ და ნიშნავთ მაგათ ხსოვნის დღეს და ასე რომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ დაუბრუნდებით და მათ საფლავებზე მივალთ, სანთელსაც ავანთებთ და მოიხსენებთ კიდევაც იქ მაგათ ცულებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა. სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. განიხილეს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის ნომერ 1 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებები. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის ბოლო საგაზაფხულო სესია ჩაატარა. დეპუტატებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო ინფორმაცია ავტონომიური მოწყობის ევროპული გამოცდილების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაციას უმასპინძლეს. დეპუტატებმა მოისმინეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის მოხსენება ავტონომიური მოწყობის ევროპული გამოცდილების შესახებ. კოლეგებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ბატონი დავით გაბაიძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ თემაზე, ამ საკითხზე, მას აქვს 20-ზე მეტი ლექცია მომზადებული
ევროპული ავტონომიების შესახებ, მათი ჩამოყალიბება, ისტორია და რაც თავარია უფლებამოსილებები. ყველაფერი ეს იყო ჩვენთვის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი იმდენად რამდენადაც ჩვენ გვიწევს მუშაობა მომავალი აფხაზეთის მომავალი კონსტიტუციის პროექტზე. ჩვენც ვსწავლობთ ამ საკითხს, ყველაზე მოწინავე ევროპულ გამოცდილებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის წლების განმავლობაში ძალიან კარგი ურთიერთობა არსებობს, თანამშრომლობთ აქტიურად არა მხოლოდ პოლიტიკური მენეჯმენტის დონეზე, არამედ აპარატებს შორის. კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ იმ ევროპულ გამოცდილებაზე, რომელიც ავტონომიებთან დაკავშირებით არსებობს და ვისაუბრეთ იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ტერიტორიული მოწყობის ამ მოდელთან დაკავშირებით არსებობს. მე ვფიქრობ, ნაყოფიერი დღე იყო და ასევე დავსახეთ ბუნებრივია სამომავლო თანამშრომლობის გზები, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება ჩვენ შორის. Google-მა Translate ფუნქციას აფხაზური ენა დაამატა. ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს. ენები ხელმისაწვდომია Translate Google.com-ზე და Google Translate აპებში, რაც სერვისის ისტორიაში ყველაზე დიდ გაფართოებას გულისხმობს. ეს განახლება არის Google-ის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გადალახოს ენობრივი ბარიერები და უზრუნველყოს თარგმანის ინსტრუმენტებზე წვდომა თელს მსოფლიოში მეტი ადამიანისთვის. აღნიშნულია ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ Google-მა დაამატა 24 ახალი ენა. სწორედ მაშინ კომპანიამ წამოიწყო ინიციატივა 1000 ენა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენების მხარდაჭერას. ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთშიც გამოეხმაურნენ და როგორც ჩვენთან საუბარში ექსპერტ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ამ თემას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. აფხაზეთში არსებობს ესეთი შიში, თითქოს და ჩვენ ვებრძვით აფხაზურ კულტურას, იდენტობას და ენას, რაც არის სიცრუე და ამის დასტური არის თუ დაუშვათ რა რეაქციები იყო თბილისში აღნიშნულ ინციდენტთან. პირიქით სოციალურ მედიაში დაედო არაერთი ვიდეო მიმართვა, სადაც ქართველი ბლოგერები ველოცავენ აფხაზებს ამ ასე ვთქვათ ამ ფაქტს და პირიქით არ შეინიშნებოდა ქართული მხრიდან იმ სახის ნეგატიური კომენტარები. არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება თბილისი აფხაზური ენის პოპულარიზებას, კულტურის და ტრადიციების დაცვას. როგორც ვიცით, ხორციელდება უამრავი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზური ენის ასე ვთქვათ პოპულარიზებას, გადარჩენას, იდენტობის, კულტურის დაცვას და თბილისის მხრიდან ყველანაირად ეს გზავნილები შეინიშნება არა მხოლოდ სოციმედიაში, ზოგადად ასეთი არის ასე ვთქვათ ოფიციალური თბილისის პოზიცია. პრობლემა არის იმაში, რომ თვითონ აფხაზები არ საუბრობენ აფხაზურ ენაზე, არაფერს არ წერენ აფხაზურ ენაზე ინტერნეტში და შესაბამისად Google-ის ტრანსლაცია, Translate არ იმუშავებს ისე კარგად, როგორც საჭიროა. საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმარება მოყვა, ზოგს ეგონა რომ ეს არის ასე პროაფხაზური Google გახდა, მაგრამ ჩემი აზრით რომ კარგია. ჩვენ უფრო მეც გავიგებთ აფხაზეთზე, რასაც წერენ. იქ პოლიტიკური არაფერი არაა, უბრალოდ ენაა, რომელიც არის დამატებული. უამრავი ენა, რომელსაც არ აქვს თავისი სახელმწიფოებრიობა, აქვს დამატებული. საქართველოს მთავრობა მუშაობს აფხაზური ენის პოპულარიზაციისთვის, მაგალითად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს ერთობლივი პროექტით შეიქმნა 2 აფხაზური ფონდი, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ჩაშვებული Excel-ში და იქნება დამატებული Microsoft-ის სისტემაში და შემდგომ Windows-ში იქნება ატვირთული ეს. ასე რომ აფხაზებს შეუძლიათ ამ ფონდის გამოყენება. ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საპატიო დაცვის ასეული შეიქმნა. ეგრეთ წოდებული საპატიო გვარდია პირველია, ვინც დე-ფაქტო მეთაურთან ერთად ხვდება უცხოელ სტუმრებს. აფხაზურ ტელეგრამ არხებზე მსჯელობა მიდის დე-ფაქტო დაცვის სახელმწიფო სამსახურის ეგრეთ წოდებული საპატიო ყარაულის ფორმის ტანსაცმელთან დაკავშირებით. მომხმარებელთა ერთი ნაწილი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ეგრეთ წოდებული საპატიო ყარაულის შემადგენლობის ტანსაცმელი რუსულია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის
დაცვის სახელმწიფო სამსახურის საპატიო ყარაულს რუსული ტანსაცმელი ჩააცვეს. ჩვენ არ გვაქვს ნაციონალური ტანსაცმელი თუ რა არის, წერენ ინტერნეტ მომხმარებლები. აქვე Telegram არხი აქვეყნებს 2018 წლით დათარიღებულ ფოტოს, სადაც ეგრეთ წოდებული საპატიო ყარაული ნაციონალურ ფორმაშია გამოწყობილი. აღნიშნულ ფაქტს ქართველი ექსპერტ-ანალიტიკოსები ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ამაში ახალი არაფერია. ოკუპირებული აფხაზეთი და იქ არსებული ყველა სფერო დიდი ხანია რუსულ რელსებზეა გადასული. ოკუპირებულ აფხაზეთში შეიქმნა ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების სამსახურის საპატიო დაცვის ასეული, რაზედაც ცუდი გამოხმაურება ჰქონდათ ადგილობრივებს, გამომდინარე იქიდან, რომ ფორმა ერთ-ერთში გავს, ასე ვთქვათ, რუსეთის ოფიციალური დაცვის ფორმას. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩანაცვლდა ეროვნული სამოსი რუსული სამოსით. ასეთი აღქმა ჰქონდა ადგილობრივებს სოციმედიაშიც და ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს, საზოგადოებას, ახალგაზრდებს ყველა მიმართულებით. შეიძლება ითქვას, ეს არის გაგრძელება, ასე ვთქვათ, რუსიფიკაციის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვხედავთ თუ როგორ შემოღობეს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სამთავრობო შენობები, თუ როგორ იღებენ არაპოპულარულ კანონებს და ასე ვთქვათ, ფორმალურადაც კი ან ფორმითაც უკვე ემსგავსება მთლიანად რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიას. აფხაზეთის საპატიო ყარაული, რომელიც დგას ბჟანიას რეზიდენციასთან, აცვია რუსული სამკვდრო ფორმა. ადრე ეცვათ ჩოხა და ეხლა გადავიდნენ ზუსტად რუსულ ფორმას. ძალიან შეშფოთებულები და აღშფოთებულები წერდნენ ამიტომ, რომ ეს რა ხდება, რატომ აცვეთ რუსული ფორმა. მაგრამ რო შეგდო სხვა აფხაზეთის დანაყოფებს, რომელიც აი მაგალითად მეხანზრეებს აცვეთ რუსული MЧS-ის ფორმა. იქ დიდი ასოებით აწერია MЧS России. აფხაზეთის პოლიციას, მილიციას აცვია რუსული ფორმა. სამხედროებსაც აცვეთ რუსული ფორმა. ნელ-ნელა აფხაზეთი გადადის რუსულ რელსებზე. როგორც კანონმდებლობაში ხელი მოწერილი აქვს, რომ აფხაზეთის და რუსეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია უნდა მოხდეს, ასევე ჯარშიც ესე რუსული იარაღი უჭირავთ და რუსული ფორმა აცვიათ. რა გასაკვირველი არის მაგათთვის მე არ მესმის. უბრალოდ ნელ-ნელა ეჩვევიან ამას, რომ რუსეთში შედიან. და სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერაფრით ვერ უყვალდებით და არაფრით არ ვაჩერებთ ამ ნელის სლავს რუსეთისკენ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს უმასპინძლა. აფხაზეთის დღე 2014 წელს საქართველოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით სიმონ კანანელის ხსენების დღეს 23 მაისს დაწესდა. და ამ დღეს ყოველწლიურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავს. გალა კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა. ემოციური საღამო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ აფხაზეთის უახლესი ცეკვით ჩამბა გაიხსნა, რომელიც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ბაჩანა ჭანტურიას მიერაა დადგმული. მოხარული ვარ, რომ აფხაზეთობა ტრადიციულად ქვეყნის მასშტაბით ტარდება სხვადასხვა ლოკაციაზე. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ აჭარის საზოგადოებას და განსაკუთრებულად ეთნიკურად აფხაზურ საზოგადოებას გაუზიაროთ ის წარმატებები, რომელსაც ჩვენ ერთად მივახციეთ კულტურის, ხელოვნების, ცეკვის, სიმღერის სფეროში. მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ ესე გულისხმიერად ხარს გვიჭერენ და გვეხმარებიან ჩვენი აფხაზური ეთნოსის და კულტურის გაზიარებისთვის მთელი საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს და ასევე სასიხარულო, იმიტომ რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანსამბლები გამოდიან ამ კონცერტზე. მასპინძელი ყავს აჭარის მთავრობა და ძირითადი მესიჯი გვაქვს აფხაზეთისთვის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენ ყველა გიმასპინძლებთ ასევე სოხუმში და ჩავატარებთ იქ ძალიან დიდ კონცერტს ჩვენი ანსამბლების მონაწილეობით. წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოქმედებითი კოლექტივები ასე მასშტაბურად წარდგნენ აჭარის რეგიონში. და ეს არ იყო შემთხვევითობა. ნიშანდობლივია ის, რომ გალა კონცერტის მასპინძელი აჭარაა და აჭარაში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავლები, ეთნიკურად აფხაზი თანამოქალაქეები გალა კონცერტის საპატიო სტუმრები იყვნენ.
თანამშრომლობა შედგა ძალიან წარმატებული და ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ ერთობლივი პროექტების განხორციელებას. კონკრეტულად დღევანდელი საღამო უკავშირდება კიდევ ერთხელ ქართული ხელოვნების, ქართული კულტურის უფრო მეტად სინთეზს, უფრო მეტ პოპულარიზაციას, როგორც ჩვენს ქალაქში, ასევე მთლიანად ქვეყანაში. მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი საღამოს ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ეს არის ბუნებრივია, რომ ჩვენ ყველანი ერთად წარმოვადგენთ ერთიან საქართველოს. ბათუმის ხელოვნების ცენტრში 2 საათის განმავლობაში ისმოდა ქართული, აფხაზური და მეგრული სიმღერები. შესრულდა აფხაზური და ქართული ცეკვების სცენას ერთმანეთს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების უფროს და ახალ თაობასთან ერთად ანსამბლის შავნაბადა, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. შესრულდა დუეტები როგორც სახელმწიფო ანსამბლებს შორის, ასევე ცნობილ მომღერლებთან ერთად. მინდა ყველას მადლობა უთხრა, ვინც ჩაუყარა მოკლედ საფუძველი ესეთ წამოწყებას, რომ უნდა გავიდეს აუცილებლად ეს ამ ფრთის ქვეშ გაერთიანებული კოლექტივები სხვადასხვა რეგიონებში. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბათუმს მასპინძლობისთვის. დღევანდელი საღამო შედგა, ყველანი ძალიან დავიხარჯეთ და ულოცავ ყველას. უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე და მე ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი დღის კონცერტის ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე მეც გავხდი, იმიტომ რომ რაღაცა მგონია, რომ რაღაცა ჩემ წვლილიც შემაქვს ამ ყველაფერში, რადგან კულტურა და სპორტი არის ის ორი რამ, რაც აუცილებლად გაგვაერთიანებს ისევ და მე ამის ჯერა. ძალიან მიხარია, რომ იმართება აფხაზეთობა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ შოხა მაცვია ამ აღებულ გზნობაზე ვარ. რადგან დღეს გამოდივარ კონცერტზე. შავნაბადას წევრი რო ვარ, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო ასევე აფხაზეთისთვის ღონისძიებაში თავისივე ინიციატივით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ნართების მონაწილეობა, რომლებმაც ცეკვა ხონგა შეასრულეს და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. ემოციური საღამო ანსამბლ შავნაბადას აჭარაში გამორჩეულ ბავშვთა გუნდ ჰანგებისა და ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული მეგრული სიმღერით აბა ულა დაიხურა. იმ იმედით, რომ მსგავს კულტურულ შემოქმედებით საღამოებს მალე სოხუმიც უმასპინძლებს. საქართველოს თქმული გარკვეული განათლებებისკენ, აბა დროებით.